მოგესალმებით, მივესალმები გადაცემა პროექციაში მაყურებელს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც მოდი ესე ვიტყოდი, ამ რანგის სტუმარი მყავს გადაცემაში. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება ემი გვარიშვილი, რომელმაც სკოლა დაამთავრა ამერიკაში. ბაკალავრიატი დაამთავრა ესპანეთში, კერძოდ მადრიდში და გაეროს უნივერსიტეტი დაამთავრა შვედეთში. ჩვენ მივდივართ დღეს მასთან ოჯახში, სახლში უნდა ჩავწეროთ ალბათ გადაცემის ნაწილი და ძალიან ბევრ საინტერესო საკითხებზე ვისაუბრებთ. მოგესალმები ემი. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მოგეცი საშუალება, რომ შენთან მოვსულიყავით ჯგუფთან ერთად. მადლობა რომ ესწრებთ. იმედი მაქვს, რომ აი ეს პირველად ვრცელ ინტერვიუს შენთან გავუძლებ. და არ ინერვიულებ. დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს შენს ოჯახთან, შემიძლია ვთქვა და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავინტერესდი, საერთოდ ჟურნალისტი რო ხარ, რაღაც ტიპის კვლევებში ავტომატურად ჩართული ხარ და სულ გაინტერესებს ხოლმე ესეთი მაღალი ღირსების ადამიანების ოჯახში დღეს როგორი ადამიანები იზრდებიან. მეტნაკლებად შენზე ინფორმაცია მაქვს ბუნებრივია, მაგრამ მაინც გადავწყვეტე რომ გადაცემაში მომეწვიე, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი თანხმობისთვის. რას ფიქრობ, რამდენად დიდი როლი აქვს ოჯახს ბავშვის განათლების პროცესში? პირველ რიგში მადლობა რომ ესეთი ტკბილი და თბილი სიტყვებით ახდენთ ჩემ ოჯახს, ჩემთვის. კი, ნამდვილად ეგრეა. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. კაც მიღმა კაც გარეთ ყოველთვის ჩვენ ამაზე გვისაუბრია. და ოჯახს რაც შეეხება, რავი ხარ, ჩემი გადმოსახედიდან ოჯახი ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩემ ცხოვრებაში. ისე ვთქვათ, რაც ვარ, ძალიან დიდი დამსახურება აქვს ოჯახს. შემიძლია ჩემი გადმოსახედიდან ვილაპარაკო და შემდეგ რაც მინახავს. ანუ ჩემ ოჯახმა, ჩემი აზრით რაც გააკეთა ყველაზე დიდი არის ყველაფერში მხარი დამიჭირა, მაგრამ ამავდროულად რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევანის უფლება მომცა ყველა იმ რაღაცაში, რაც კი მინდოდა. ანუ რამე თუ მაინტერესებდა, ყოველთვის გვერდში მეტყეს. შეიძლება არ ეთანხმებოდნენ, შეიძლება არ იყო ესე ვთქვათ მე სტანდარტული და პირდაპირი და ესე ვთქვათ ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც ავტომატურად მიიღებდნენ, მაგრამ ყოველთვის გვერდში მიდგებიან და ჩემი აზრით ეგ არის მთავარი ფაქტორი რა. ხშირად ხედავ ხოლმე, არა მარტო საქართველოშიც, მაგრამ სხვაგანაც, რადგან სადაც ოჯახი დიქტირებს შვილის ან შვილების გადაწყვეტილებებს, განათლების არჩევას, პროფესიის არჩევას და ამ ხრივ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთ ოჯახში მოვხდი, სადაც თავიდანვე ისეთი ღირებულებები ჩადეს ჩემში და ისე გამზარდეს, რომ ამ ღირებულებებთან ერთად თავისუფლება და არჩევანის უფლება მომწეს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი რამეს უსვამ ახლა ხას, იმიტომ რომ მომდევნო კითხვა იყო ესეთი, რომ გარდა იმისა, რომ გარკვეულ ოჯახებში არსებობს კულტურა და აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია განათლების როლი, ამის პარალელურად მაინც ხდება გარკვეული ზეწოლა და შენ ამბობ, რომ მსგავსი რამ შენს ირგვლივ არ ყოფილა და პროფესიის შერჩევის დროს ან რაღაც. არასდროს არა, ყოველთვის გვერდში მედგნენ. ხვდები რამდენადაც დიდი საფუძველი შეიძლება იყოს ოჯახი, იმდენადაც დიდი ბარიერი შეიძლება იყოს ადამიანისთვის ოჯახი. მაგ მხრივ, როდესაც რაღაც დონეზე მიღებულია, რომ რაღაც სტატუსის გამომსახველია შენი პროფესია, შენი განათლება, მაგრამ ჩემი ინდივიდუალური გადმოსახედიდან ეგ ყოველთვის გააზრებული მქონდა მე და ჩემი ოჯახიც ამას ესე ვთქვათ მაგრძნობინებდა, რომ ყოველთვის არჩევანის უფლება ჩემი მაქვს და შესაბამისად ეგრეთ გავიზარდე. ცოტა ხანი აივანზე გავიდეთ. ასეთ მამაზეა მის გაშვება არ ღირს ხელიდან. საუბრობდი დასავლურ კულტურაზე. შენ რაღაცა პერიოდი ალბათ გახსოვს კიდე ცხოვრობდით ამერიკაში. კი, შენ გახსოვს ხო ეგ პერიოდი? მე სწავლობდი საქართველოში, მე განათლება მიიღე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში თუ არ ვცდები. ორ ქვეყანაში. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მთლად მართებული არ არის და უშუალოდ შენ ეს რაღაცა უკიდურესი განსხვავებას ვერ იპოვიდი უკვე განათლების უშუალოდ უმაღლესი განათლების მიღების პროცესში, მაგრამ ეს კულტურული სხვაობა იპოვე, მაგალითად, როდესაც დასავლეთში წახვედი სასწავლებლად.
კი, რა იყო ესეთი, რაც ყველაზე მეტად იგრძენი ესე უფრო დავკონკრეტულად. განათლების განხეთქილება. დიახ, რა თქმა უნდა. პირველი, ნუ ეხლა მე ამერიკაში წავედი 14 წლის ვიყავი და ეგრეთ წოდებული high school-ი დავამთავრე იქ რა, მე-9-დან მე-12 კლასის ჩამოსვლის. სკოლა იქ დაამთავრე. სკოლა იქ დავამთავრე, კი. რაც ესეთი ყველაზე გამომწვევი იყო, მიზანი თვითონ განათლების რა, ცოტა შეიძლება ძალიან ღრმა თემა არის, მაგრამ რა მიზნისთვის გამოიყენება განათლება ქვეყნის სტრუქტურაში განსხვავდება, ანუ და ამერიკაში განსაკუთრებით განათლება უფრო არის აი ინდივიდუალურ დონეზე უნდათ რომ განვითარდე და ასევე ეკონომიისთვის არ მიყვარს ეს სიტყვა ადამიანური რესურსის გაძლიერებისთვის რა რეალურად რა აი თან ისე აი ადამიანური რესურსის განვითარებისთვის რომ აი მაგალითს გეტყვი ხა ჩემს სკოლაში იყო ესეთი პოზიცია ორი ადამიანი იყო college counselor რა აი მათი ერთადერთი მიზანი დანიშნულება სკოლაში ყოფნის იყო რომ მე-10, მე-11, მე-12 კლასელებისთვის თან გაცნობის პროცესში, თან ლაპარაკის პროცესში ამ 3 წლის განმავლობაში გამოევლინა რა ინტერესები შეიძლება შენ ზვიად როგორც ადამიანს გქონდეს და მე დაგეხმაროს ამ ინტერესების პროფესიულ გზის არჩევაში. აი თქვათ თუ ეთყოდი რომ აი მე ძალიან მომწონს ფინანსები და აი ბანკში ვფიქრობ რომ დავიწყო მუშაობა. აი ეს ადამიანი დაურეკავდა სკოლის გარშემო ან რაღაცა შტატში ბანკებს თხოვდა რომ თუ შეიძლება 2-3 დღით რომ დილიდან საღამომდე მუშაობის პროცესში ჩაგერთოთ რა shadowing-ს ეძახდნენ. და ნუ მიდიოდი და რეალურად გეხმარებოდნენ ესე ვთქვათ რომ შენ აგერჩია თავიდანვე როგორ ჩაერთვებოდი შემდეგ ეკონომიკურ ბაზარში და რას უნარჩვევები გამოგიშვებოდა. ასევე ამას მორგებულია ძალიან ბევრი ყურადღება იყო ფინანსური ანალიზის და აი ფულის განათლების პროცესში. განათლების პროცესში კურსებიც არის, ანუ გასწავლიან რა არის ფული, რა არის ბანკის პროცენტი, რა არის რაღაცა იპოთეკას როგორ აკეთებ ადამიანი, როგორ შეიძლება სახლი იყიდონ. თავიდანვე გეხმარებიან. და ამასობაში შენ ხარ ქვეყნიდან, სადაც წასული, სადაც დღემდე ფულზე ლაპარაკის ერთხელია პრაქტიკულად. ხო, აი რაღაც დონეზე რა. ნუ ახლა ჩემს თაობას მით უმეტეს ახსოვს ეგ. ხო, კი, ეგ ნამდვილად. ეხლა ჩვენთან უკვე იცვლება სიტუაცია უკეთესობისკენ ალბათ, მაგრამ მაინც გვაქვს დიდი გზა წინ. აი ევროპაში ცოტა უფრო სხვანაირი მიდგომა იყო განათლებას, აი თუ ამერიკა უდგებოდა ცოტა ეკონომიკური თვალსაზრისით, მაინც კაპიტალისტური ქვეყანა და ყველაფერში აისახება პოლიტიკიდან დაწყებული განათლებაში დამთავრებული, აქეთ უფრო დასავლეთში უფრო აი ყველაფრის მომცველი all inclusive და ადამიანის უფლებები და აი ყველაფერი ეს ჩადებული იყო სკოლაში რა ან განათლებაში ხა უნივერსიტეტში ვიყავი ესპანეთში მაგრამ ნუ ჩემი უნივერსიტეტიდან გამომდინარე შეხება მქონდა სკოლებთანაც აი ბავშვობიდან ასწავლიან თუ რა არის ადამიანი და თუ რატო ანუ ინდივიდუალურ დონეზე რატო არის ეს ადამიანი ვთქვათ არ ჩამორჩება იმას და ის არ არის უკეთესი ამაზე შეიძლება უკეთ სწავლობდე მაგრამ არ ნიშნავს რომ ეს რაღაცით შენ ჩემზე უკეთესი ხარ როგორც ახლა შენ ჩამოაყალიბე პრაქტიკულად განათლება სკოლის პერიოდში ნიშნავდა უნარების განვითარებას. უნარების აღმოჩენას და განვითარებას. კი, ნამდვილად. აი საქართველოში ხა მაინც საქართველოში ცხოვრის სწორედ ცოტა აი behaviorism-ის მიდგომაა რა მაინც რა რაღაცა. ან ქართულ რეალობაში ნიშნავს განათლება ანუ უნარების განვითარებას, რას ფიქრობ შენ? რა რიც უნდა მიუდგე აი რაც ჩამოთვალეთ დაახლოებით სამი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს ეს ეკონომიური მიზეზი რისთვისაც გამზადებს განათლება იყოს შეიძლება სოციალური რომ მოგამზადოს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა ну აი ჩამოგაყალიბოს რომ მზად იყოს სოციუმში საცხოვრებლად და მესამე არის აი ჰუმანური ესე ვთქვათ ინდივიდუალური რომ შენ ადამიანი შენივე პოტენციალის პიკს მიაღწია ჩვენთან აი ამ სამი მიზეზიდან უფრო სხვა ვთქვათ ბალანსი სხვა ამ ქვეყნებთან შედარებით რეალურად ეს მიზანის ყველას აქვს ეს მიზანი უბრალოდ ამ მიზნების ბალანსი არის ჩვენთან უბრალოდ ბალანსი უფრო მიმართებულია და ეს ცოტა უფრო ღრმა და ისტორიული გადმონაშთია მაინც ჩვენი განათლების სისტემის ну არა მარტო ჩვენი, უფრო ჩვენი რეგიონის განათლების სისტემის, რომ
ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმ მიდგომას, რომ შენ ზუსტად უნდა იცოდე რაღაცეები და უნდა დაიზეპირო და უნდა შეგეძლოს ამ დაზეპირებულის გადმოცემა იმის გაუთვალისწინებლად შეიძლება თუ არა გაანალიზო რატო გადმოცემა მას და რა დევს ამის უკან ყველაფერი. ანუ ნებისმიერ პრობლემას, რომელიცაც შეიძლება შევეხოთ, მე ვფიქრობ, რომ მაინც ალბათ აქ თავისი ბექგრაუნდი. რა თქმა უნდა. და შენ თვითონ როდესაც ამ საკითხებზე ფიქრობ და მე ვიცი რომ შენ ფიქრობ ამ საკითხებზე, ესე ვთქვათ, უკან რაც დგას ამის უკან ალბათ ისტორიულ ჭრილში ყველაფერი შენთვის გასაგებია. რა თქმა უნდა, აი რო დაუფიქრე საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა კავშირს ჰქონდა რაღაც მიმართულებები, სტრატეგიული ქვეყნის მიმართულებები, რაც აისახებოდა შემდეგ განათლების სისტემაშიც, რა ეგ იყო ძლიერი ინჟინერია, ძლიერი რაღაცა, ну, ეს ჩვენთანაც გადმოვიდა შემდეგ, ხო, ანუ GPI ჰქონდა, GPI ერთ-ერთი საუკეთესო საინჟინრო სკოლა იყო საქართველოს საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ან თუ ჩაიდება რაღაც სტრატეგიული დონე ქვეყანაში, ის აუცილებლად უნდა აისახოს შემდეგ განათლების სფეროზე, რომ ამ რეზულტატს მიაღწია. და ჩვენთან ესე ვთქვათ, ჯერჯერობით ჩემი აზრით არ შემუშავებულა, ან არ არის კარგად დანერგილი იმპლემენტაცია, სტროჭირდება მაინც. აი ის სტრუქტურა და სისტემა, რაც კარგად ასახავს შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიზნები, როგორ შეიძლება აისახოს განათლების სისტემაშიც. რეალურად ვართ საკმაოდ საინტერესო პერიოდში, უამრავი სიახლეებია და რაღაცნაირად მაინც საბოლოო ჯამში ფორმირდება აზრი, რომ გარდამავალი პერიოდია და შესაბამისად აღქმებით და მოლოდინებით და იმედგაცრუებებით ყველაფერი ერთად არის და რას ფიქრობ, როგორია აღქმა მაგალითად ქართველების იგივე თუნდაც დასავლეთის მიმართ და დასავლეთის აღქმა საქართველოს როგორია, შენ რას ფიქრობ? საინტერესო იქნება შენი აზრის მოსმენა. ორივე შეხედულება ჩემი აზრით, რავი, ცოტა ექსტრემამდე არის გასული რა. რას გულისხმობ ახლა? საერთოდ საქართველოში ხარ რატომღაც ესეთი მოსაზრება არის, რომ თუ აი დასავლეთი კარგია რაღაცა და იმას თუ გადმოვიღებთ, ან რაღაც მსგავს გავაკეთებთ. პირდაპირ თუ გადმოვაკეთებთ, კარგი იქნება და რეალურად არასდროს ეგ არ მუშაობს რა პრაქტიკულმა ვარიანტებში, რაც სხვა ქვეყნის მაგალითები რო აიღო. რეალურად ყოველთვის შენი ქვეყნის და საქართველოს კარგი ეკონომიკური, სოციალური ანალიზი ჭირდება რომ გააკეთო და შემდეგ იმ სოციალურ ანალიზში რაც ჩარჩოსაც გამოიყო, იმ ჩარჩოში ჩასვლა რა. რაღაცა, აი თქვა თუ გადმოიღებ რაღაცა კონკრეტულ კანონმდებლობას, დადგენილებას ბრძანე, ანუ რა მნიშვნელობა აქვს? ის ყოველ რა თქმა უნდა მოერგოს პრაქტიკულს, ანუ არ უნდა იქნებოდეს რაღაცა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შეიქმნას და სათქმელი იყოს, რომ შეიქმნა რა, უნდა მოერგოს რა. ან კანონი თუნდაც უნდა იყოს შექმნილი ადამიანებისთვის და არა კანონი არ უნდა იყოს შექმნილი კანონისთვის რა. აი ეგ და ხშირად, როდესაც ლაპარაკობენ, რასაც ჩემი გადმოსახედიდან ვხედავ, აი მან და არის ცოტა აცდენ, აი შენ მკითხე, როგორ ხედავენ და მარტივია დანახვა იქ როგორი სიტუაცია, მაგრამ იმის წარმოქმნა თუ ის სიტუაცია როგორ უნდა ვთქვათ, გამოვიყენოთ ინსპირაციად, რომ აქ შემდეგ რაღაცა მსგავსი შეიქმნას, აი ეგ არის ცოტა რთული პროცესი და ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ რა უნდა შევცვალთ, რა უნდა დავამკვიდროთ ამერიკული განათლებიდან, ევროპული განათლებიდან და რა უნდა დავტოვოთ ჩვენი. ჩემი აზრით, ну აი როგორც ვილაპარაკეთ, რაღაც ჭრილი, რაღაც ჩარჩო უნდა შეიქმნას. ჩემი აზრით, რაღაც დონეზე ამის ანალიზი უკვე გაკეთებულია ჩვენ ქვეყანაში, რა გვაქვს იმის ისტორია, რომ ეგ ჭრილი გამოაშკარავდა. აქ ჩვენ უნდა უბრალოდ ცოტა, ჩემი აზრით, დიდი უფრო დიდი ყურადღება მივაქციოთ ადამიანის ინდივიდუალურობას და შემდეგ უფრო გავითვალისწინოთ საბაზრო მოთხოვნების, აი ის უნარჩვევები, რაც არის მოთხოვნილი ბაზარში, ის როგორ იმის ინტეგრაცია როგორ ჩავდოთ განათლებაში. თავსებადია დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემა და საბაზრო ბაზრის მოთხოვნები. რაღაც ინდუსტრიებში კი, რაღაც ინდუსტრიებში არა რა, ჩემი გადმოსახედით. ეხლა საზღვაო სფეროში ვმუშაობ. ჩვენ საზღვაო სფეროს, ესე ვთქვათ, ყავს მარეგულირებული საერთაშორისო ორგანო, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომელიც ის განაგებს თუ რა არის ის კომპეტენციები, რაც მეზღვაურს სჭირდება. შესაბამისად, რაღაცა გაიდლაინი
დავარქვათ, მაგას რაღაცა ესე ვთქვათ, მონახაზი გვაქვს თუ როგორ და რანაირად უნდა წავიყვანოთ განათლების მიმართულება. მაგრამ სხვა ინდუსტრიებში მაგალითად არ არის სხვა ინდუსტრიებში, აი თქვათ IT ინდუსტრიებში, რომლებიც არიან ძალიან კონექტივის მიერ ეგეთი განათლების მიმართულება, რომელიც არის სრულიად დაფუძნებული უფრო ახალ ტრენდებზე, ინტერნეტზე, ამ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ მიგვეწყვეტება ტელეფონიდან. აი მაგ მიმართულებებში უმეტესწილად არის ჩანს ეგ მიმართულება, სადაც მარტივად შეიძლება გადმოიტანოს ახალი უნარჩვევა და დაინერგოს განათლებაში. სხვა ინდუსტრიებში ამის პრობლემაც არის, რადგან განსაკუთრებით საქართველოში ნაკლები კავშირი არის ხოლმე ინდუსტრიას და განათლებას შორის. ამჟამად ნავიგაციის უნივერსიტეტში თუ არ ვცდები ტრენინგ ცენტრს ხელმძღვანელი. კი. პარალელურად მუშაობ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. ასე ვთქვათ, მუდმივ პროცესში ხარ, უშუალოდ შრომით პროცესში, თან მეზღვაურებთან. რამდენად საინტერესოა შენთვის თუ ძალიან ბანალური კითხვა არ არის, რამდენად საინტერესო გამოცდილებას ღებულობ ამ პროცესში? ძალიან საინტერესო გამოცდილებას. რა არის ეხა ბავშვობიდან გავიზარდე საზღვაო სფეროს ჭრილში რა, ეხა ბაბუა, ბებია. ვაბუა ბებია და რაღაც დონეზე ყველა დაკავშირებულია საზღვაო სფეროს და ეგრე ვიზრდებოდი რომ რაღაცა ახლოს ვიყავი ამ სფეროსთან, მაინც რაღაც დონეზე ვიცოდი. აი ბოლო რამოდენიმე წელია რაც ჩავერთე უკვე ცოტა პროფესიონალურ გარემოში, განათლება მივიღე ცოტა მაგისტრატურა საზღვაო მიმართულებით და ვინახე ცოტა აი დეტალები და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები დეტალებში იმალება ხოლმე რა. და აი ამ დეტალებში ვიგრძენი ის რომ ძალიან საინტერესოა ეს ჩემთვის პირადად რა. მიღებული განათლების რეალიზებაში მოყვანის პროცესი ალბათ საინტერესოა, ხო? იმიტომ რომ რეალობა ხო სულ სხვა რამ არის და მე ვფიქრობ რომ ამ პროცესსა გარკვეული ტიპის აზარტი, როდესაც შენ რასაც ფიქრობ, როგორ წარმოგიდგენი ახორციელებ რეალობაში. რამდენად მარტივია ან რთულია ეს პროცესი შენთვის? მარტივი არ არის, მაგრამ ხასაც გაუსმებას ჩემ უნივერსიტეტმა, სადაც ვისწავლე ის სრულიად საზღვაო უნივერსიტეტი იყო, იმ ორგანიზაციის დაარსებული, რომელიც დღეს განაგებს საზღვაო სფეროს. შესაბამისად, ძალიან პრაქტიკულ დონეზე ახსნილი იყო ყველაფერი, ანუ ის მაგალითები, რასაც დღეს სამსახურეობრივად ვაწყდები, რეალურად მასწავლეს კიდევაც რა, ანუ როგორც რაღაც თეორიას რო ამიხსნიდან, თან იყო, ანუ ჯერ ლექტორი იყო გამოცდილი ადამიანი, რომელსაც უმუშავია იმავე სფეროში, უმუშავია იგივე პრობლემებზე, რასაც შეიძლება დღეს ანუ მათი საუბარი გახსენდება, ეს პროცესი გახსენდება ასე. მახსენდება კი არა, აი, როდის მახსენდება ყველაზე კარგად, იცი, აი, როცა იგივე პრობლემას გადავაწყდები და მახსენდება, რომ ამაზე ჩვენც გვისაუბრია. და თან ძალიან მაგარი ადამიანები არიან რა, ყოველთვის მეუნებოდნენ და ხშირად დღესაც კონტაქტი მაქვს მათთან, როდესაც გეუბნებიან, რომ აი რამე მსგავსი ხო გაგახსენდებათ ეს, რასაც დღეს გეუბნებით, შეიძლება ერთ წელში და დამირეკეთ რა. კიდე შეიძლება დღეს იმდენად ვერ მიხვდეთ რამდენადაც მე დღეს გელაპარაკებით რა. რაც განათლება სწავლა სიცოცხლის ბოლომდე თუ რაღაც მაგიმით ცხოვრობდნენ, რომ აი ყოველთვის როცა გინდა დაგვირეკეთ. და აი ამის გადმოტანა პროფესიონალურ რეალობაში არის ძალიან ერთი რა საინტერესო, ხანდახან ძალიან რთული. რადგან მაინც თეორიულ დონეზე, როდესაც თეორიის ჩამოყალიბება გინდა, საერთოდ პატარა დეტალებს აცილებ ხოლმე და თავარ იდეას ვსდებ, რომ გადასცე თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაში პატარა დეტალები გამოჩნდება ხოლმე, ისეთი რაც რეალურად უკვე იმ ადგილას იმ სწორ ადამიანებთან ერთად უნდა გადაწყვიტო რა, ეს არასდროს არ ხდება ერთი ადამიანის მუშაობის ჭრილში რა, ეს ყოველთვის ის პრობლემებია, რომელიც 4, 5, 6 დაინტერესებულ სხვადასხვა პირს თუ ორგანიზაციას თუ ვინც იქნება, რაღაც საერთო წერტილამდე უნდა მიიყვანო რა. ეხლა ჩვენს რეალობაში თავი დაემკვიდრა დეფინიცია გამოწვევა, ადრე რასაც ვეძახოდით პრობლემებს, მე ვფიქრობ რომ გაიმიჯნა ცოტა და მე როდესაც აი რაღაც ტიპის გამოწვევის წინაშე ვდგები, ძალიან ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ეკასთან. და ძალიან მეხმარება პირველ რიგში იმაში, რომ ამა თუ იმ გამოწვევას, ამა თუ იმ პრობლემას უფრო დიდ სურათში ვუყურებ და შესაბამისად ერთგვარად განაღმა ხდება მდგომარეობის და
რაღაცებს უფრო გარედან უყურებ და აკვირდები. შენ თვითონ როგორი რეაქცია გამოწვევების მიმართ, იმიტომ რომ როდესაც მეტნაკლებად რაფინირებული გარემოდან მოდიხარ, როდესაც სწავლობ ამერიკაში, მე ძალიან ვუტრირებ შეიძლება ამით, მაგრამ იგივე ევროპაში, სადაც პრაქტიკული მხარე მუშაობის ძალიან და თუნდაც თეორიული ნაწილი, რომელზეც გესაუბრებიან, აღმოჩნდა, რომ თურმე პრაქტიკაში აწყდები ძალიან და გახსენდება ეს დეტალები, მაგრამ არ არის ხოლმე ხშირად გარკვეული ტიპის რთული გამოწვევა შენთვის რთული გადასახარში, ტავტოლოგისტის ბოდიში. არა, ხო. და როგორ უმკლავდები ხოლმე გამოწვევას, იმიტომ რომ ტრენინგ ცენტრი არის საკმაოდ მაღალი პასუხისგებლობის სამსახური, სადაც იძლევიან სერტიფიკატებს, სადაც ასე ვთქვათ გადამზადება ხდება პროფესიონალი ადამიანების და ეს არ არის მარტივი ამბავი. შენ არ აწერ მარტივ დოკუმენტს ხელს, ესე რომ ვთქვათ რა და როდესაც გამოწვევებს აწყდები, ამას როგორ უყურებ, როგორ უმკლავდები ემი? რაღაცებში თანმიმდევრობას ხედავ, ესე რომ ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, ეხლა პრობლემის გადაწყვეტის იქნება ეს საზღვაო სფეროში, იქნება ეს შენ ჟურნალისტიკაში თუ სადაც არ უნდა იყოს, რაღაც თანმიმდევრობა ყველგან შეიძლება რომ დაიჭირო რა. პირველი მიდგომა, რომელიც ჩემი აზრით ყველა პრობლემას ეგრე უნდა მივიდგა, გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობს და სადღაც რაღაცა შეიძლება არ იცოდე, მაგრამ არსებობდეს ის რაღაცა პაზლის ნაწილი, რომელიც ჯერ შენ არ იცი, მაგრამ რო გქონდეს გადაწყვეტ. და რეალურად ამ სისტემატიური მიდგომა ამ პრობლემისთვის არის, აი ამ გამოწვევებისთვის, რთული გამოწვევებისთვის ყველაზე ესეთი კარგი ვარიანტი. მაგრამ თან ხანდახან არის ისეთი მომენტები, რომ პრობლემას გადაწყვეტ ისეთი მეთოდით, რომ საერთოდ არ ელოდები რა. ხანდახან შეიძლება საერთოდ აზრი მოგივიდეს, რომელიც აი საერთოდ არ იყოს დაკავშირებული იმას შენ საქმიანობასთან. აი მაგალითად თანამშრომლობდით კომპანიასთან, რომლებიც რაღაც პრობლემა ჰქონდათ გარკვეული თავის გემებზე რა, დამსაქმებელი კომპანია იყო. რეალურად პრობლემის გადაწყვეტა უნდათ ტრეინინგის სახით, რასაც ჩვენ რეალურად ჩვენი საქმიანობაა და შეგვიძლია ეს ტრეინინგი შევთავაზოთ, მაგრამ ნუ აი რაღაცა ფიდბექი რო ვერ დავინახეთ ეგეთი კარგი ტრეინინგისგან, ცოტა ნუ ერთი ნაბიჯით უკან გადავდგით და ცოტა პრობლემას შევხედოთ უფრო სხვანაირად. საბოლოოდ ჩვენ ანუ ესე ვთქვათ, ჩვენგან განუყოფლად ვუთხარით, რომ უკეთესი გადაწყვეტილება ალბათ თქვენივე პრობლემისთვის, რაღაცა სხვა სამსახურის შექმნა თუ ადამიანის ქირაობა იქნება, რომელიც კერძოდ ამ მეზღვაურებს რაღაც კონსულტაციას გაუწევდა, როდესაც ისინი იმყოფებიან უკვე იქ გემზე და არა აქ წინასწარ სადამ ტრეინინგს გაივლიან, ესე ვთქვათ რა. და ნუ მათთვის ეს ძალიან ესეთი მომგებიანი და ის დარჩან ხანდახან პრობლემის გადაწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ შენი საქმიანობით და შენ რასაც აკეთებ, ვთქვათ 100 დღიდან 100 დღე 101 დღეს იგივენაირად გადაწყვეტ პრობლემას რა. ხანდახან ესე ვთქვათ, უნდა პრობლემა კარგად გაანალიზო რა არის რა. შეიძლება ჩემთან მოვიდნენ ესეთი სიტყვით, რომ ჩვენ გვჭირდება ტრეინინგი, მაგრამ რეალურად არ ჭირდებოდა ტრეინინგი რა. პრობლემა უფრო ღრმა დონეზე ჰქონდათ, გამოწვევა უფრო ღრმა იყო მათთვის, ვიდრე უბრალოდ ტრეინინგი და ნუ ეგ ჩვენი კონსულტაციით, ჩვენი დახმარებით გადაწყდა, მაგრამ რეალურად არ იყო ტრეინინგი. რთული ალბათ მაგ დროს გააცნობიერებინო ადამიანს, რომ სიღრმის პრობლემის სიღრმე არის სხვაგან. როგორ ხედავ 10-15 წელსში საქართველოს და სად ხედავ საერთოდ? და თუ ხედავ. არა, ძალიან ოპტიმისტი ვარ რა, საერთოდ. და რეალურად ეხა შეიძლება 1 წლის და 2 წლის საერთოდ სისტემატიურად ისე უნდა შეხედო განვითარებასაც და აი რო შეხედო ბოლო 20-25 წლის განვითარებას ამ ქვეყანაში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს წინ. იმედი მაქვს, რომ ეს პროგრესი არ გაჩერდება. სად ვხედავ საქართველოს? ვხედავ, საქართველოს ძალიან უნიკალური გინ გეოგრაფიულად, გინ კულტურულად, ესე ვთქვათ, ქვეყანაა რა. გვაქვს ძალიან გეოგრაფიულად ძალიან სხვაგან ვართ, ესე ვთქვათ, კულტურულად კიდევ უფრო ახლოს ვართ დასავლეთისკენ რა. მოდი ესე ჩამოვაყალიბო. და ის საინტერესო წერტილი არის ის, რომ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ჩვენთვისვე გამოვიყენოთ, ჩვენი ინტერესი ისე დავნერგოთ, რომ გინ გეოგრაფიულად და გინ კულტურულად და ადამიანები ისე განვანვითაროთ, რომ საქართველოს ყველა ადამიანის ინტერესში იყოს ეს. მომავალი გადმოსახედით, რომ ჩემი განათლებიდან გამომდინარე, ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა მივახციოთ რაღაც ისეთ
განათლების სფეროს და ჩამოვაყალიბოთ ისეთი განათლების სისტემა ქვეყანაში, სადაც ჩვენი კურსდამთავრებული, ეგრეთ ვთქვათ, ჩვენ კურსდამთავრებულს არ დაჭირდება დამატებითი კურსი, რომ ჩაერთოს იმ ინდუსტრიაში რეალურად, რომელიცაც 4 წელი ისწავლა რა. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მანამდე განათლებამდე სანამ მივიღოთ, თუნდაც სკოლაში რო გაანალიზოს, ანუ სად არის, სად იმყოფება 18 წლის ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში მიდის და სოციუმის ნაწილია უკვე, ანუ არ უნდა ჭირდებოდეს დამატებითი 4 წელი, რომ სოციუმის სრულყოფილი ნაწილი გახდეს რა. ანუ სკოლაშივე რაღაც უნარჩვევები უნდა დაუნერგოთ რა. ხო, ნუ რეალურად ხო ჩვენ ესეთი სურათი გვაქვს დღემდე, რომ მაგალითად ბავშვი ინგლისურს სწავლობს სკოლაში და იგივე სკოლის მასწავლებელთან, ვისთანაც კლასში შედის, ცალკე ემზადება კიდე რეპეტიტორი. და თან გვაქვს ის რომ აი თქო 18 ანუ ცხოვრებას ვიწყებთ ესე თქო უნივერსიტეტის მერე რა. რეალურად უნივერსიტეტი არ უნდა იყოს აუცილებელი ნაწილი, ანუ შეიძლება განათლების მიღება სხვა სფეროებშიც რა. ანუ სკოლა უნდა გაძლევდეს იმდენად მყარ ნიადაგს, რომ შენ უნივერსიტეტში თქვა პროფესიულ განათლებაში წახვედი, თქვა 2 წელი ისწავლე 4-ის მანძილზე, ხო რაღაც პროფესიები არის, რომელსაც არ ჭირდება 4 წლის განათლება და უფრო პრაქტიკული პროფესიებია. ანუ ეს არ უნდა იყოს იმის გამოწვევა, რომ ადამიანმა თავის სოციუმში სრულყოფილად ვერ ჩამოყალიბდეს რა. ანუ სისტემა უნდა იყოს ისეთი სრულყოფილი, რომ ყველა განათლების საფეხურს თავისი მიზანი ჰქონდეს და ამ მიზნის მიღწევაში, ანუ წინა საფეხურის მიზნის მიღწევაში მეორე არ გჭირდებოდეს. განათლების მიწურულს აუცილებლად მინდა გკითხო დისციპლინაზე. იმიტომ რომ ამ ბოლო დროს დავაკვირდი და მინიმუმ ჩვენთან იწყება დილით ძალიან გვიან ცხოვრება, არ ვიცი რამდენად ილინქება ეს დისციპლინასთან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცოტა ემოციური ხალხი ვარ და შესაბამისად დისციპლინასთან გარკვეული პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ დისციპლინა არის, მე ვფიქრობ, თანმიმდევრობის და დროის ეფექტურად გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ. იმიტომ რომ დისციპლინის გარეშე რაღაცები არის ძალიან დაულაგებელი და ქაოტურია და შენ დისციპლინასთან როგორ ხარ? ძალიან რიტორიკული კითხვაა, მაგრამ გაუძლებ ხა. ვცდილობ ესე ვთქვათ რა, რაღაც დისციპლინა გამაჩნია, მაგრამ მე არ მჯერა ესეთი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იღვიძებენ რაღაცა სასწაულის შემართებით და ეგრევე რა. ანუ არის დღეები, მე დისციპლინას როგორ უყურებ? დისციპლინა გჭირდება მაშინ, როდესაც ვერ ხარ ხასიათზე, ვერ ხარ რაღაც ენერგიაზე, რაღაცა გააკეთე, მაგრამ აი სწორედ ის დისციპლინა გიბიძგებს, რომ მაინც ადგე, წახვიდე რაღაცა ის რაც გასაკეთებელია. თქვენი სამოტივაციო საშუალებაა. ხო, სამოტივაციო ან პირიქით, როდესაც არ აქვს მოტივაცია, მაგ დროს იყენებ დისციპლინას, რომ ჩაანაცვლო ეგ შენი მოტივაცია რა. საბოლოო ჯამში მაინც მინდა გკითხო, რამდენად გაქვს სურვილი მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ხარ აქ ბათუმში, რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ წახვიდე სხვა ქვეყანაში და იქ იმოღვაწო, თუ მთელი სულით და გულით ხედავ ამ ქვეყანას, შენს ქვეყანას და აქ აპირებ? სხვათა შორის არასდროს არ მქონია ის გრძნობა, ამდენი ხანი ცხოვრობდი საზღვარგარეთ, რომ აი აქ მე დავრჩები რა, ყოველთვის სახლი, ყოველთვის ატომღაც შინაგანად ქვეცნობიერად განვიხილავდი საქართველოს როგორც ჩემს საცხოვრებელს, ჩემს სახლს და აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს. აქ ანუ იქ თუ მარტო ჩემთვის ცხოვრობდი, ესე ვთქვათ, აქ სხვა კიდე ზემოდან სხვა პასუხისმგებლობებია, რომელიც მე მომწონს რომ აქვს რა, ანუ ჩემი სურვილი ესე ვთქვათ, რომ აქ ვიცხოვრო, ეგეც მომწონს ჩემ თავში რა, რაღაც დონეზე რა. ესე იგი არ გაქვს სამომავლოდ გეგმებში რომ წახვიდე ამ ქვეყნიდან, აპირებ აქ ცხოვრებას და აქ რეალიზებას. კი, ეხლა რაღაც უნარჩვევების და ჩემი პროფესიული განვითარებისთვის თუ დადგება სიტუაცია, როდესაც მე უკეთესად გავიზრდები სხვა ქვეყანაში და შემდეგ ჩამოვალ ამ უნარჩვევებს ისევ გამოვიყენებ აქ, აი მაგას განვიხილავ, მაგრამ აი ესე რომ ვფიქრობდე, რომ აი წავალ და იქ ვიცხოვრობ და იქ უფრო სიცოცხლის სტანდარტი ესეთ რაღაც როგორც ეძახიან ამ ტერმინს, იქ უფრო მაღალია, ან იქ შემოსავალი ხელფასი უფრო მაღალია, ეგრე არ განვიხილავ რა. საქართველოს იმდენად დიდი იმდენად განვითარებადი და იმდენად დიდი პერსპექტივა წინ
ჩემი აზრით ეგ უნარჩვევები, რომელიც მე მაქვს და რომელსაც კიდე შევიწენ, აქ უფრო ამეხმარება რეალიზება გავაკეთო ჩემი თავის, ვიდრე სხვაგან რო ცხოვრობდე თუნდაც. მე არ ვიცი დილით რო იღვიძებ, რამდენად გააქვს ეს რეალიზების განცდა, მაგრამ მე გულწრფელად გისურვებ, რომ მე ვფიქრობ, რომ ისეთ გარემოში ხარ გაზრდილი, რომ რეალიზების გარეშე მაინც ვერ მოისვენებ, იმიტომ რომ ოჯახური სცენარი ჩვენს ძალიან მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ შენ აღნიშნე, რომ ყველა შენი სურვილის და დამოკიდებულების მიმართ პატივისცემა იგრძნობოდა ისე რომ არ გიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ შენ ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრით და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებრივ მაუწყებლობის მაყურებელს, რომ ჩემი აზრისთვის დროს ფლანგავ, მე ვფიქრობ, რომ მაინც შეგაწუხებს ყოველთვის რეალიზების განცდა და გისურვებ, რომ ძალიან რეალიზებული იყო მომავალ შეხვედრამდე, ძალიან სასიხარულოა, რომ აკაპირებ შენს რეალიზებას და რიგიც დაგვიბრუნდება საქართველოში. აუცილებლად. ეს დატოვე გადაცემაში. რიკის გადაცემას ველოდები მოკლედ. ემი ძალიან დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. აუცილებლად. ნახვამდის.